მიყვარდი გამარჯობა, მოგიყვებით ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს წრებით დაგეგმარების პროცესი, ეკახოფერეს თოქ-შოუს დაგეგმარების პროცესი. მოგეთ, რატომ ვართ ერთად? გადავწყვიტეთ, რომ გავიდეთ გარეთ. გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ პიკნიკზე. ნიცასგან წამოვიდა ეს იდეა, იმიტომ რომ ბორჯომი არის ინიციატორი და მოგვიწოდებს ყველას, რომ ვიაროთ პიკნიკზე, შაბათ-კვირას ბავშვებთან ერთად, მეგობრებთან ერთად და გითხარით ახლა თქვენ საიდან წამოვიდა ეს იდეა? გაგვახსენდა ყველა ბავშვებიდან მოვდივართ და ყველაზე ნათელი და ისეთი ემოციებით დატვირთული, ასე ვთქვათ, პერიოდი ჩვენი ცხოვრების და ვიფიქრეთ, რომ ყოველი შაბათ-კვირა, არ ვიცი, არის ზუსტად ის დღე, როცა ჩვენ შეგვიძლია დავუთმოთ ყველაზე მეტი დრო ჩვენ საყვარელ შვილებს და მეგობრებს. და მეორე, სუფთა ჰაერი და სუფთა გარემო. მე ჩემი პროდიუსერებისგან ვიცოდი ბორჯომის ამ ახალი კამპანიის შესახებ. ლიკა იყო ჩართული და ინგა გვანცასთან ერთად ადგილების მოსაძიებლად. ლიკა და რა იყო ჩვენთვის პრიორიტეტი? ჩვენთვის პრიორიტეტი იყო, რომ ყოფილიყო თბილისთან ახლოს. გავამხელდა რამდენიმე ჩვენი სტუმრისთვის, ეს იქნება პირველი პიკნიკი მათ შვილებთან ერთად, რაც მოვიკითხეთ და მოვიძიეთ. ესე იგი არის საიტი, ხო, გვანცა? რა ქვია ამ საიტს? საიტი ეს არის ბორჯომის საერთაშორისო პორტალი პიკნიკების, ძალიან მარტივად picnic.borjomi.com. თავარი ფუნქცია, რაც მნიშვნელოვანია ამ საიტის არის ის, რომ აქ არის ლოკაციების არჩევის საშუალება. თუ მაგალითად მომხმარებელს არ ყავს საკუთარი ავტომობილი, შეუძლია განსაზღვროს დაუშვათ რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეიძლება ამა თუ იმ ადგილზე მარტივად მოხვდეს. შემდეგ რჩევები. მაგალითად რითი გავერთოთ პიკნიკზე. რითი ვითამაშოთ, როგორ გავერთოთ მეგობრები. ჭირდება. რომ მარტო იკვებოდა იმღერო არ არის, ხო? პიკნიკა კერძებით სკავჩევებში დამასწარი ხავდა მეთქვა ზუსტად. ინგა ჩვენ რამდენი ბავშვი ყავს? ნაწილი შვილებთან ერთად წამოვა, რადგან მნიშვნელოვანია რომ ეს აქტივობებში იყვნენ როგორც უფროსები, ასევე პატარა ბავშვები ჩართული იქნება სპორტული აქტივობები, რასაც ვფიქრობთ რომ ასე თქვა დავგეგმავთ. ეკახოფერეს თოქ-შოუ და ბორჯომი და ჩვენი ძალიან მაგარი სტუმრები ყველა ერთად წავედით პიკნიკზე. პიკნიკი დაიწყო ბორჯომის დახმარებით, ვებგვერდის დახმარებით, აი ესეთი არაჩვეულებრივი ადგილი ვიპოვეთ. ჩემი თანაწამყვანია ირაკლი მაკაცერია, რომელსაც გეგონება თავის საქმე ნაკლები კონდეს და დრო ბევრი კონდეს, მაგრამ მაინც ახლა კოლეგები ვართ და უარი ვერ მითხრა. პირველი თამაში არის სკამობანა. ძალიან მარტივი, ხო? თამაშია ბავშვობაში. მე მგონი წესები შეგვიძლია რომ კაი, აი, გიხსნით ახლა წესებს. 16 მონაწილე და არის 10 სკამი. ჩვენი მისია არის რომ როდესაც ჩაერთვა მუსიკა, წრეზე ვიაროთ და როგორც კი მუსიკა ჩერდება, ყველამ უნდა იპოვოს თავისი ადგილი. მაგრამ ყველა რა თქმა უნდა ვერ იპოვის, იქნება დაახლოებით 10 მონაწილე, რომელიც გააგრძელებს უკვე ამ თამაშს. ასე რომ მოემზადეთ, ვიფიქროთ უსაფრთხოებაზე, მაინც. კაი, 3 2 1 მუსიკა ჩაირთო. გამოეთიშა. ერთი კვარტეტი გამოგვეთიშა. აბა. ვასიკო. სალობ, ესე იგი სკამს არცი. Bravo! Bravo! ის დროა რომ გაგაცნოთ ისინი, ვინც შესაძლოა
თქვენ ესე კარგად ვისაც არ იცნობდეთ, გულისხმობ ჩემი გადაცემიდან, თორე ბაჩოქაჯაიას გადასარევად იცნობ, თან განსაკუთრებით მას მერე რაც აი ესე მონდომებით და ძალიან საინტერესოდ შეასრულა ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრის როლი. მეუღლის, ხო? მიშკას როლი შეასრულე. არ გამოგივიდა ცუდად ბაჩო ისე ჩვენ შევდეთ. კი, ძალიან მადლობელი ვარ ამის და ნახვები ძალიან ბევრი ქონდა. ესეთი ძალიან მდგრადი, რამდენი წლიანი ოჯახი? 11 წლიანი ოჯახი, 10 წლის იუბილე აღნიშნეთ? თუ დაგეზარა. აი მეც მიწევს წელს და მეზარება ცოტა და ხარ ვიცი, კარგია თუ ცუდია. მინდა რომ ბავშვები გაგვაცნოთ თქვენი სამი არაჩვეულებრივი ქალიშვილი. უფროსი ქალიშვილი ქეთევანი, შუათანა თეკლა, უმცროსი ნინუცა. ნინუცა, ეხა შენ მითხარი, ხშირად დადიხარ თუ არა, მშობლებთან ერთად ქალაქგარეთ. მოდი ბაჩო, ხა მომიყევი თქვენი ოჯახის ისტორია. ეს იყო 11 წლის წინ. 11 წლის წინ შევქმნით ოჯახი, თორე მანამდე მოკლედ ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო სკოლიდან. რომელი კლასიდან? მერვეში გადმოვიდა და მე-9-მდე ვაკვირდებოდით ერთმანეთს. ბაჩო, გაიხსენე აბა ის მომენტი, როდესაც მაკა შემოვიდა კლასში. არა, რომ გადავედით, ის ერთი კვირა არ დადიოდა ბაჩო, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ აი ჩვენთან სწავლობს ერთი ბიჭი და გოგონებს ძალიან უყვართ და რაღაც ქერაცის ფერთვალება და ფიქრობდი, რომ ხა ქერაცის ფერთვალება თუ არის, ახლა ყველას ეყვარება მეთქი რა თქმა უნდა. ეს რომელი სკოლა იყო, მეგობრებო? სოლოლაკში 53 სკოლა. ეს არის ტიციან ტაბიძის სახელი. აჰა. მაკა, ესე იგი წინასწარ უკვე ბაჩოს შესახებ ქერაცის ფერთვალება იცოდი, ხო? მერე რო შემოვიდა? არაფერი ჩვეულებრივად არ მქონია რამე განსაკუთრებული. ის უფრო თავისი რაღაც თვისებებით და ქცევებით და რაღაცებით. ბაჩო, შენ რა საკვირდებოდი ერთი წელი ვითხარ, აი როგორ ვითარდებოდა ეს? როდის იგრძენი, რომ სიყვარული მოვიდა? ექსკურსიაზე ვიყავით მარტყოფში. და იქ რაღაცნაირად ხო იცი ეს ქალაქგარეთ გასვლები, აი ზუსტად თემასთან ახლოს, პიკნიკთან ახლოს. და რაღაცა ისეთი ფლუიდები უფრო მეტად გავუშვით ერთმანეთისკენ და საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ეს ფლუიდები კარგად ძლიერად გაგვიშვია აგერ უკვე რამდენი წელია რაც ამ ფლუიდებს ვუფრთხილდებით და ველოლიანებით. რამდენი წლის იყავით მაკა ოჯახი რო შეგეძლო? 19-ის. ნუ მოდი ესე ვთქვათ, ეს მაინც არ არის ძალიან ისეთი ასაკიხოს დასრული, არც 17 და 16 წელი არის, მაგრამ 19 წელი, 20 წელი მაინც ჯერ ახალგაზრდები იყავით. უნდა ეხლა ამ გადასახედიდან ხედავთ, ხვდებით, რომ მაინც და მაინც დიდები არ ვიყავით, თუმცა ის პასუხისმგებლობა თუ სიყვარული თუ რა ვიცი, ყველაფერი ერთად იმ დროისთვის საკმარისზე მეტიც ყოფილა და იყო კიდეც და ამ სიყვარულმა გამოიწვია მერე ამ ურთიერთობების შენარჩუნება, გაღრმავება და ის რომ სამი ქალიშვილი სამივე მშობიარობას მამა დაესწრო. ეს ძალიან ისეთი ნამდვილად მისასალმებელი და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ამბავია. მაკა, თქვენ რა პროფესიის ხართ და? პედაგოგი ვარ, სკოლაში მუშაობ. და ეხლა ჩვეულებრივად მუშაობთ. და აი სამი შვილის პირობებში ეს როგორ ხდება? დედა მეხმარება, ბებიები ძირითადად ჩემ სკოლაში დამყავს ქეთევანი და თეკლა, მაგრამ პატარები იყვნენ, რომ დავიწყე მუშაობა და იქიდან მოყოლებული უფრო აი ესე მხარდაჭერა მქონდა. ბაჩო, შენი რეჟიმი როგორია? აი რა ეს ძალიან გადატვირთული რეჟიმი გაქვს? საკმაოდ. ნუ ახლა არის მეგობრები, ასევე ახლა დავიწყეთ ასევე კიდე გორის თეატრში ვარ შტატის მსახიობი. ეხლა კიდე ახალი პიესაზე დავიწყეთ მუშაობა ბატონ გიორგი შალუტაშვილთან და კიდევ ესეთ პატარა ჩემი ბიზნესი მაქვს რესტორნო ბიზნესში ასე ვთქვათ. რას ლაპარაკო? ხო? ავი, რა გვაკლია ხოლმე ჩვენ როცა მივდივართ, ეს არის გემრიელის საჭმელი, რაც მთავარია და რაღაცნაირად კონცეპტუალურად დავიარეთ რეგიონები, ნახეთ ძალიან საყვარელი ბებოები, ბაბუები, რომლებსაც ვთხოვეთ, რომ რაღაცა ისეთი გამოცდილი მათი წინაპრების, მათი ბებიების და ბაბუების გადმოცემული კერძების რეცეპტები და ეს ყველაფერი მოვაგროვეთ სხვადასხვა კუთხეებიდან და შევქმნით ერთ ადგილას, ახლა ახალ აღმაშენებელზე. იქ გვაქვს ესეთი პატარა ქართული რესტორანი, სადაც ყველა ერთი წერტილი თბილისში, სადაც ყველა კუთხის, ასე ვთქვათ, კერძს მიირთმევთ ჩვენ გასტუმარება, იმიტომ რომ შენ რასაც მოკიდებ ხელს, ყველაფერი გამოგდის გულით. ეხლა უნდა მომიყვეთ, ვის რა გეგმები აქვს პროფესიის კუთხით. თავი მინდა
სამსახიობოზე ცხოვრობა. აჰა. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც. ხო? ისტორიკოსობა. გაინტერესებს? დედასაც უნდა რომ იბაძოს და მამასაც. და ვნახოთ რომელი გადაწოვის, ხო? თეკლა, შენი გეგმები? მე როდესაც დავამთავრებ სკოლას, მინდა ჩავაბარო ჟურნალისტიკა. სუპერ. და რა გინდა რომ გააკეთო? ტელევიზია თუ? უნდა რომ თქვენ მოგბაძოთ. შენ მომბაძო, ხო? მოდი შეჩვენთამოდი, მოდი. მოდი ნიცა. მე მგონია რომ შენ გინდა გამოხვიდე მომღერალი. კი? მსახიობი? კი? ჟურნალისტი? კი? არა, შენ გინდა რომ იყო პრინცესა, მე მგონი. ეგ ვარ ხო ისედაც. ხო ისე. კაი, მოკეთ შემდეგ შეხვედრაზე მე მგონი უკვე ზუსტად ჩამოყალიბდებდი მსახიობობა, მომღერლობა, ჟურნალისტობა და ნუ პრინცესა როგორც თქვი უკვე ხარ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ ჩემო მეგობრებო ყველაფერში, ისე ამოვნებ ცხოვრებით. I got this feeling inside my bones. It goes electric wavy when I turn it on. Off from my city, off from my home. We're flying up. აბა ვინ გამოვა და აქიძე ვინ დაადრეა ყველაზე ადვილი ხო არის ეს რა მაგ ბავშვობაში ვიცი არის ყველაზე ადვილია რომ გვაშაოს აი მოთხუცეს და გა. It's in the air, it's in my blood, it's rushing on. კახა მიქიაშვილი და თინა უნდა გაგაცნოთ ახლა. კახა ჩემი გადაცემის სტუმარი ყოფილა. ბევრჯერ არა, მაგრამ ყოფილა. თინა არის პირველად. მოგწონს აი ესე გადაცემებში სტუმრობა? აი რა მოგწონს? კითხებს რო გისვამენ, მოგწონს? კი. შენი ყველაზე საყვარელი თამაში რომელია? არ ვიცი. როგორ არ იცი? მე ვიცი. ნუ თოჯინებით იქნება, მაგრამ აი მაგალითად ბურთით თამაში? კი. კიდე რა თამაშები იცის კახა? იცი რა, ყველაფერი იცის, სხვათა შორის ბავშვობაში თამაშობდა, კითხვა რო არ იცოდა, ბევრი წიგნი ქონდა და ვითომ კითხულობდა. უყვარს სახლობანა. კი, ნუ აი მღერის არაჩვეულებრივად. ბავშვობაში აი სანამ ბაღში მივედი და ჯერ კიდევ მაშინ გავდით სპექტაკლებს დავუშვათ, აი წუნა და წრუწუნას წაიკითხავდა და მე ეს იყო წუნა და მე რაღაცა წრუწუნა ვიყავი. ასევე აი ჩვენი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი პერიოდია, როცა ბაღიდან გამოვდივარ და მე მაქვს ხოლმე დრო, როცა ვაკის პარკში ან სადმე რომელიმე პარკში საქანელოზე განავდა, რა ვიცი, აი ესე კონკრეტული აჩვენებული არ აქვს, მაგრამ უყვარს ზოგადად ქართული. ხოჭებს ვარ კოდით მე და შენ პიკნიკის ქართულ შესატყვის. შევატყვისეთ ვერაფერი. შევატყვისეთ ვერაფერიას რომ გვაპატიეთ. რას გაიხსენებდი? ესეთი ამბები ხდებოდა შენს ბავშვობაში? იცი რა, უნდა გითხრა რომ აი ასაც ქვია პიკნიკი და ესე გასვლა მე მგონი პირველია ჩემ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა რომ მოვლილი გაქვს მთელი საქართველო. მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. პლუს ამას მთელი ჩემი ბავშვობა და ჩემი ყველაზე ფერადი მოგონება და ასე თქვა წარსული უკავშირდება რაჭას. და რაჭაში მოგეხსენება ეს ხდება სულ. უცებ აი რო შემოგთავაზე შენ და ეხლა აქ რომ მოვედი, მივხვდი რომ ძალიან კარგია და მე მგონი ძალიან საჭიროც არის. როცა რაღაც განტვირთვა ბავშვი გამოყავს, რაღაც უფრო მეტი კომუნიკაცია, რაღაცას უხსნი, რაღაც საჩვენებ და მადლობა შენ და ამას ეხლა ეს იქნება სტარტი ჩემთვის. პიკნიკი მეგობრებთან ურთიერთობაა და ალბათ კიდევ რაღაც განსაკუთრებული წუთებია აი ახლობელ ადამიანებთან. ამ შემთხვევაში შენი და თინას ამბავი მინდა, აი უფრო ესე მომიყვე. აი რაზე ღელა, აი რა გინდა რომ
გასწავლო, რა გაქვს ჩაფიქრებული? ჯერტი დავიწყოთ იმიტომ რომ ძალიან მეგობრობთ მე და თინა და გუშინ გახდა 5 წლის და არ ყოფილა შემთხვევა რომ ან ხმა მეწიოს ან გაუბრაზებული ყავი და დიდი იმედი მაქვს რომ ესე ვიქნებით სულ მე და თინა. იგივე დედასთან იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი ბავშვია გულწრფელად, არა იმიტომ რომ ჩემი შვილია და აქ მიზის და ვაკე. სულ მაქვს ხოლმე ეს მომენტი რომ რაღაცები ვასწავლო დაუშვათ. ეს რო ზრდილობა აუცილებელია, რომ თანამდებობა აუცილებელია და რაღაც ელემენტარული რაღაცები, რაც როგორც მინდა რომ იყოს ჩემი შვილი დაუშვათ, როგორც წარმომიდგენია კარგი ადამიანი და ბუნებრივია საუკეთესო ნებისმიერ შობილს უნდა შვილისთვის, ხო? რომ სიყვარული, კეთილგანწყობა დახმარი და მაგალითად, აი თუ მანქანაში მიზდის და შუქნიშანთანა სადმე კუთხეში ვინმე მოდის, რომელიც დაუშვათ ითხოვს მოწყალებას, ვაძლევ ხოლმე თინას ფულს და თინა აძლევს იმას და უხსნი რატო უნდა დაეხმაროს. აი ესეთი რაღაცების საბედნიეროდ კიდევ ერთხელ ვუძახი, უფრო რთული რაღაცების ახსნა არ მიწევს, იმიტომ რომ არ არის ამის საჭიროება, ეს მას ბუნებრივად აქვს. მე ვიცი მამა ძალიან კარგად რომ მღერის, არაჩვეულებრივი ხმა და სმენა აქვს და ვიცი მამა მითხრა რომ შენც მღერი. რამე შეიძლება რომ ვიმღეროთ აქ ჩვენ ხო, ხოდაშორის სანხშირად ვღერით ხოლმე მე და თინა. დილით როცა ცაზემზე ამოვა ხამით როცა მთვარე მილევა ბნელდება მე კი მუდამ ასე მემღერება სიხარულით ხელი მეღერება ოდელია დელა ოდელია დელა დელა დელია ოდელია დელა ოდელია დელა დელა დელია მზეო მზეო შენთვის მემღელია რაც მემღელია ეს ქვეყანა ბედნიერია ყვავილსადებალას ყვავილსადებალახები მოჭიქრიკაციტებ მემღერები ოდელია დელა ოდელია დელა დელა დელია ორჩა ეს იყო ექტროდა თუცებ აკომპანემენტის გარეშე ორჩა ნაცვლიშვილს ქიტიშვილების მაღალი ოჯახი. იმიტომ რომ ესე იგი ყველა როგორც ერთი არის მაღალი და მიისწრაფვის სიმაღლისკენ პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. ბატონ, ამაშენ არ მინახარ მასმერე, რაც შეგეძინათ მეოთხე შვილი. მოყევი, ხა როგორია ესეთი მრავალშვილიანი მამა, მაშინაც იყავ, მაგრამ ეს პატარას გაჩენამ რა შემოიტანა თქვენს ცხოვრებაში? ახალი სიცოცხლე, ახალი ყველაფერი ახალი რა, ახალი ენერგია, ახალი სიტყვა და რავი რა მიგვაჯაჭა სახს. რამდენი წლის იყავი, როდესაც გაჩნდა მეოთხე? 51-ის. 51, ხო და აი მაგას ამბობენ, როდესაც უკვე ასაკში, ნუ ხა მე კი ჩვენ კი არ ვაღიარებთ 40-ზევით. 41 ასაკია? არ ვაღიარებ ბატონ, არა, ნუ რა ვქნათ, ხა ესე ამბობენ. 40-ის რო გავხდი მე გადავწყვეტე რომ ცხოვრება დაიწყო. ცხოვრება დაიწყო და ბავშვით შეგეძინათ. ხო და აი ამბობენ, რომ ცოტათი დიდი როდესაც ხარ და არ ხარ პატარა რაღაცა 20-ის, 21-ის და მე რო ჩდება შვილი, რაღაცა სხვა ამბავი არისო. უფრო რო გაცნობიერებ ყველაფერს ცხოვრებისგან, ყველა დეტალს და უფრო ასოხისგებლობით ეკიდები ყველაფერს, ეგ მაგაზე აღარ შევაჩერებ ყურადღებას, მაგრამ ერთადერთი რაც მოახერხა ამ ახალგაზრდამ უკვე რომ ნუ ფაქტიურად საათზე ვარ დამოკიდებული, როდის გავაბთ დღე რომ აი მივიდე სახლში და სახლში ვიყოთ, სახლში მიგვიჯაჭვა ესე ვთქვათ. მე როგორც ვაკვირდები, არ ვიცი, ეს ჩემი დაკვირვება, თითქოს, ნუ სულ პატარაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ თითქოს რაღაცა გაქვთ გადანაწილებული ბავშვები ინტერესების მიხედვით. ნუ ეს ბუნებრივად წესია. ნუ თაკოს შემთხვევა და თაკოს ამბავი ყველამ ვიცით, ხო? აი ესეთი წარმატებული და მართლაც ესეთი საამაყო გოგო რო ყავს. გიჭირთ ესე ცალკერულად თქვენს გარეშე? ძალიან გვიჭირს, კი, ძალიან რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წელიწადში 3-ჯერ 4-ჯერ მაინც ჩავიდეთ იქ სადაც არის და დავყოთ რამოდენიმე პერიოდი. რაც შეეხება ხა გადანაწილებას, თვითონ ბავშვები არა, ნუ დასაწყისში სულ. დასაწყისში ფაქტიურად იქ ცხოვრობდი, სადაც იყო, რაც ძალიან რთული იყო მართლა და. ხო. მე ხა თვითონაც გაიზარდა, შეეგუა მარტო ცხოვრებას და უფრო დამოუკიდებელი გახდა, დიდი გოგოა და ისეთ სიხშირით ჩვენ ჩასვლას აღარ ითხოვს. თავიდან ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ძალიან პატარა წავიდა 14 წლის ასაკში და აქედან გამომდინარე მართლა ძალიან უჭირდა და ეხლა აი მინდა რომ მათ ინტერესებზე და თქვენს ჩართულობაზე მომიყვეთ ვატო შენს შესაბამისად უფრო ჩართული ვართ ანუ თაკოსთან უფრო მე უფრო გუგასთან და ეს ჩვენი დამოუკიდებელი
არსება, რომელიც ყველაზე ჭკვიანია. მე ესეთი ეს ჩვენი ხუმრობით ვიძახით, რომ ვისი იმედიც გვაქვს, აი ამის იმედი გვაქვს ყველაზე. მართლა? რას ლაპარაკო? რამდენი წლის ხარ? 10. შენ ახლა ისეთი დახასიათება მიიღე, რომ უკვე ზუსტად გეცოდინება რა გინდა მომავალში. მითხარი რა მომიყევი? მე ვაპირებ მოდელობას და მინდა რომ ბიზნესზე ჩავაბარო. აჰა, კარგი, დაი მინდა რომ მომიყო, იმიტომ რომ შენ აღნიშნე ნინო, რომ 100%-იანი ჩართულობა გაქვთ ორივეს. და ნუ ორივე ძალიან დაკავებული მშობელი ხართ, ხო? თქვენი რეჟიმი არ არის ესე დიდი. ყველა შვილთან მაქსიმალურად ჩართულია. იმიტომ რომ ჯერ მნიშვნელოვანია ბავშვების აღზრდა და მეორე ადგილზეა ჩვენი პროფესია და ჩვენი საქმიანობა. როგორღაც ისე არ გამოვა, ესე ბავშვი არ იზრდებოდა სტუდიაში. ეხლა გუგა ჩვენთან იზრდება სპორტ სკოლაში და ეს კარიერაც თვითონ აირჩიეს და ეს უბრალოდ თქვენი შეხედვით თქვენთან ყოფნით თავისთავად მოვიდა ეს იდეა. გუგა მითხარი შენი იდეა კალათბურთის განაპირობა ბუნებრივია აი ამ საკალათბურთო ოჯახში და წრეში ცხოვრებამ, ხო? რთულია, აი წარმატებული კალათბურთელი რო იყო, აი რა არის ამისთვის საჭირო? ძალიან რთულია. მაქსიმუმ დღეში უნდა ვარჯიშო 4ჯერ, ან 5ჯერ. და უნდა ისწავლო კიდე რა თქმა უნდა, სწავლა ხელს შეგიწყებს რომ გამოხიდე აი კალათბურთელი. შენ შეგუებული ხარ იმას, რომ რაღაც ასაკის მერე მოგიწევს წასვლა საქართველოდან. მზად ხარ ამისთვის? მზადდება. კი. პიკნიკების იდეაზე რას მეტყვით? იყო თქვენს ბავშვობაში პიკნიკები, ბატო? კი, ეხლაც არის, სულ დღემდე. კი, ტრადიცია გვაქვს ესეთი, რომ ბეთანის მონასტერში ფეხით მივდივართ, ჩავდივართ ხოლმე და მე იქნა ფეხით მოვდივართ. კი, ბეთანიაში გვაქვს. ყოველ წელს ამხდე, ხომ ვცდილობთ რომ არის ამობას იყოს, მაგრამ იმის დამიხვით როგორი ამინდია და ასე ვთქვათ ეს ტრადიცია ჩვენთვის შორეული არ არის, ახლოს არის. მეგობრებთან ერთად ახლა რა თქმა უნდა. ყოველ კვირას გამოგვდის, იმიტომ რომ ჩვენ ლოკაციით ისეთ ადგილებს ცხოვრობთ, აქვე კაკლებში არის დიდი ტყე, ეზოში გვაქვს ნაძვის ტყე და ნუ ყოველ დღე გარეთ არიან ბავშვები და იქ პიკნიკსაც აწყობენ ყველაფერი გარეთ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ესე ოთხივე ჩვენთან მოხვედით. ძალიან მიხარია რომ მეგობრობთ ჩემს გადაცემასთან, ისიამოვნო ცხოვრებით ბორჯომთან ერთად. ეხლა კი გვაქვს სტომრების თამაში. ჩვენი მთავარი მისია არის რომ ის ხუთი ადამიანი ვინც არის თქვენ გუნდში და თქვენ გუნდში ერთმანეთს შეეჯიბროთ რომ პირველმა დაამთავროთ და დაგვიდეთ ფინიშის ხაზზე. მზად ვართ? ორივე გუნდი მზად ვართ? კი, რა ვიცი. 3 2 1 დავიდა. აშკარა და ოჯახ დიდო, ოჯახ! ოჯახ დიდ, ოჯახ, ოჯახ! 3 2 მიდი, წავიდა, ოჯახ! აი, გოგოები, ოჯახ, ბრავო! ვახო ნიკოლაიშვილის და სალომე გოგიაშვილის მრავალრიცხოვანი ოჯახი. ვახო, მოდი. წარუდგინე კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებლებს თქვენი შვილები. მაშო, დათუნა, ირაკლი და დუდა. შვილები. სალომე ჩემი შვილია. სალომე ჩემი შვილია. კარგი, მითხარით, ახლა ესეთი ამბები, პიკნიკი, რაც ბორჯომმა ჩვენთან ერთად გადაწყდა, რამდენად ხშირად ხდება თქვენს ცხოვრებაში? ოღონდ ისე გულახდილად. გულახდილად ხდება ძალიან იშვიათად და ძალიან ცუდია, რომ ესე იშვიათად ხდება, იმიტომ რომ ეხლა მე რაც დავინახე ბავშვებს როგორ გაუხარდათ, აი ბინეს ბუთი ითამაშეს, აგი ჰაერია, მოკლედ ჯანმრთელობა რა. და ძალიან ცუდი რომ ესე იშვიათად გიწევს ხოლმე ესე გამოსვლა, მაგრამ აწი ალბათ უფრო ხშირად ხდება. სალომე, ნახე როგორი ამბავე მოკეთ, რატო დაიწყო ეს მოძრაობა და კამპანია პიკნიკის? იმიტომ რომ პიკნიკი მაინც გულისხმობს რომ ახლოს საფრთხან, ხო, სადღაც ჩორს არ გიწევს სიარული, ვებგვერდი შექმნა ბორჯომმა, სადაც არის ეს ტერიტორიები მითითებული, სადაც შედიხარ ამ რუკაზე და გარდა იმის რომ თვითონ გთავაზობს ამ ადგილებს, ეს ადგილი ამ ვებგვერდზე ვიპოვეთ. ამას გარდა იქ არის მონაცემი ამინდი
ღვინის, სხვადასხვა რჩევები, მოკლედ რათა ხო აი კარგია, ნუ ჩვენ ცოტა გაზარმაცებულ ასე ვთქვათ, ყოფას რომ ყველაფერი ინტერნეტით უნდა კონდეს დალაგებული, კიდე უფრო ამ რელსებზე მიდის და თან მთავარი ამოცანა არის, რომ მაშინ იცი რა არის მთავარი ამოცანა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად პიკნიკის დროს მაინც ვიყოთ ტელეფონებში, ხო? ეს ძალიან საინტერესოა. ეს ახლა მითხარი რა, დიდი ადგილი უკავია შენ ცხოვრებაში ტელეფონს, ხო რა? და პიკნიკებზე რას ფიქრობ? მოგწონს ეს იდეა? მომწონს, მაგრამ ტელეფონის გარშე მაინც ვერ ვძლებ. სადაც არ უნდა წახვიდე. როგორ ფიქრობთ? აი მაგალითად დავუშვათ, როცა თქვენ დაგეგმავთ პიკნიკს, დამოუკიდებლად უკვე ჩემგან დამოუკიდებლად ბორჯომის ვებგვერდის გამოყენებით და უკვე თქვენი ინფორმაციით. რა კომპონენტებს ჩართავდი, რომ აი უეჭველი ეს პიკნიკი იყოს დაუვიწყარი და კარგი ბავშვებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი. აი რედის გაუნდა შედგებოდეს როგორ რაღაც აი მე წინა გავაგზავნებ იმ საუბარს, რომ ჩვენ ბავშვობაში ეს ნორმა იყო პიკნიკზე წასვლა, ძალიან ისეთი იყო და გვიხაროდა სულ ნაკლებად ურბანული იყო ეთქობა მაშინ სამყარო, ეხლა უფრო ეს ურბანიზაცია, ქალაქი, ბარები, ყველაფერი აი ტელეფონი, ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ არ გახვიდე რა მოხდით პიკნიკზე, მაგრამ მთავარი კომპონენტი ალბათ უნდა იყოს, აი რაც შენ თქვი რა, ტელეფონი გვერდზე მეტი სირბილი, მეტი რაღაცა ბუთან თამაში და ასე შემდეგ. როცა ყავს მართლა არა ერთი შვილი და ყავს ბუნებრივია დამხმარეები. აი მითხარი, როგორ დაალაგე ეს ყველაფერი, რა არის სირთულე, რა გამარტივდა, მართლა ერთმანეთს ზრდიან, როგორც ყვებიან მრავალშვილი. იქ ამბავი არ ხდება, ერთმანეთის გაზრდა არ ხდება და სუმშურს რომ ამბობენ, რომ ეხლა გამიგია 8 შვილიანი ოჯახი და ირანაერად ახერხებ და ამბობენ, რომ აი ერთმანეთს ზრდიან. ჩვენთან ეგ არ არის. ჩვენთან მე ვზრდი ყველას. ძალიან რთულია მარტო ამ ყველაფრის გაკეთება. ამიტომ ყავს დამხმარე. ციფუ შენს მერე კიდე ორი პატარა გაჩნდა. და ალბათ არ იყო მარტივია ესე შეგუება, რომ აი ეს მთელი ინტერესი და სიყვარული შენსკენ რო იყო მიმართული და მაშოსკენ, უცებ კიდე ორი პატარა გაჩნდა და აი ისინიც თავისკენ გაჩავდნენ. მერე გაჩნდა ეს ეჭვიანობა? აი ეჭვიანობს? ისე რა? აი რა ხდება ერთხელ? მითხარი და რაში გამოიხატება? რაზე ეჭვიანობდი ყველაზე მეტად? ძირითადად უნდა ხოლმე რომ დედიკო ხშირად, ძალიან ხშირად ხელში აიყვანოს. სამხელა ხო კარგად ხედავ. აიყვანოს ხელში, ჩაეხუტოს ისევე როგორც ეხუტება დუდას და იკას, მაგრამ ცივუკამ რო გამოთქვა ეგ აზრი, ავიყვანე. აი მაშაც რო იგივეს ამბობს, მაშა როგორ დავიყვანო არ ვიცი. კარგი, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. სალომე ღვინიაშვილი მის არაჩვეულებრივ გოგოებთან ერთად. სალომე, არ შემიძლია პირველ რიგში არ კითხო შენი ახალი ამპლუას თაობაზე, ტელეწამყვანობასთან დაკავშირებით. ჯერთი ჩემი კომპლიმენტები და პატივისცემა იმასთან მიმართებაში, რომ შენ ყოველთვის მზად ხარ რაღაც ახალი დაიწყო. ეს ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი. აი რა ხდება შენ ცხოვრებაში? ყოველთვის მზად ვარ, ზოგადად მიყვარს სიახლეები და მომწონს აი რაღაცა ჩემი თავის ძიება. სულ ვამბობდი რომ ძალიან მომწონს, ახლა შენ ძალიან კარგად იცი, როგორი სიცის რაღაცნაირი ჩათრევა ამ ყველაფერმა და თვლი რომ მართლა ისეთი საკმაოდ რთული გამოწვევა მივიღე. აი რა ყველაზე რთული? უკვე გადაცემა მიიღო რაღაც ისეთი სახე, რაღაც ისეთ თემებს ვეხებით, სხვადასხვა თემებს, რაშიც თქვათ შეიძლება საერთოდ არ ვარ კომპეტენტური, ამიტომ მიწევს რაღაც ამ თემებში ჩახედვა. ძალიან საინტერესოა მართლა და ნუ ახლა ვერ ვიტყვი რომ ადვილია, ხა შენც იცი კარგად რომ ესე ადვილი არ არის რომ უბრალოდ დაჭრე წაიყვანო გადაცემა. გოგოების აზრი მაინტერესებს დედას წამყვანობასთან დაკავშირებით. ამათ არ მოწონთ, ეხლა სანამ ესენი გიპასუხებენ, მე გეტყვი რომ არ მოწონთ, ცოტა დრო მრჩება უკვე ამათთვის და ანუ ჩემი ატელიედან, ანუ პირველი სამსახურიდან მე საღამოს მივდივარ ხოლმე ტელევიზიაში და მოვდივარ გვიან, მაქვს ჩაწერა ერთი დღე, ნუ რაღაც დამემატა უფრო ბევრი დაკავებული დრო ვიდრე ადრე და ეს არ მოწონთ. დილით ადრე მიდის სამსახურში და საღამოდან გვიან მოდის. ყველაფერი ნათელია და ზუსტად ყვები რასაც აქ. იცი რა მითხარი? აი შენ ძალიან კრიტიკულად უყურებ? მის გადაცემებს? არა. უფრო გულშემატკივრობ ალბათ, ხო? იტა შენ?
მე საერთოდ მე საერთოდ გონია რომ თქვენი თაობა საერთოდ არ უყურებს ტელევიზორს. ხო მართალი ვარ? უყურებთ რამეს ტელევიზორს? მოსკოვს უყურებენ მაგრამ. და იცით რა, ეხა გულახდილად მითხარით, რა ადგილი უკავია თქვენ ცხოვრებაში ტელეფონებს და ინტერნეტს და თამაშებს. მე ახლა არა, შენ არა, თვითონ უნდა თქვან. დედიკოს არ მოწონს რომ ინტერნეტი ასახში, იმიტომ რომ კომპიუტერზე ან რაღაცაზე ზივარ სულ არა, მაგრამ დიდი სულ არა ტელეფონი თუ კომპიუტერი არა ტელეფონში. და დედა თვითონ არ არის ტელეფონში? კი და ჩვენ გეუბნება დადეცო და ცეკავეჩი. ბადო არბე. პიკნიკზე ყოფილ ხართ ესე ერთად? ალ პიკნიკი რასაც ქვია, ანუ ეხლა რა თქმა უნდა ესე ქალაქგარეთ თქვა ხშირად დავდივართ, მაგრამ აი ესეთ პიკნიკზე არა და ისე მესიამოვნა დღეს ეს გარემო, ბუნება, ფიქრობ რომ მართლა ძალიან კარგი იდეაა ურთიერთობისთვის, ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და ვფიქრობ ტელეფონები ამ შემთხვევაში მანქანაში უნდა დავტოვოთ. ვისთან ერთად წახვიდოდი პიკნიკზე? ზურა, ბავშვები და მეგობრები. ბევრი ხართ მეგობრები? მეგობრები არ წავიყვანოთ? აი ნახე როგორ მოენატრათ ბავშვებს დედა სახლში. რომ უნდათ მარტო დედა და მამა. დედა და მამა. კარგით, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მოხვედით ჩემთან, ისედაც ცოტა დროს ხართ ერთად, მაგრამ ნუ გადაღებაზე მოხვდით ერთად დედასთან ერთად, ასე რომ ჩამეთვალა, ხო? შეიძლება ითქვას. ეს იყო სალომე მის გოგოებთან ერთად. მადლობა. თავარი არის რომ ბუშტი არ გაგივარდეთ, ანუ წრე ისე უნდა დაარტყათ, აქ მოხვიდეთ, დაიმატოთ კიდე ერთი წყვილი, წახვიდეთ და ბუშტი არ უნდა გაგვიფრინდეს, ხო? მივხვდით. წითლების და მწვანეების გუნდი, მზად ვართ? კი. მაშინ წავიდა. ბაჭობა, მომაწექი. შენ გონია დადუხე. ერთ-ერთი ულამაზესი სახე ტელეეკრანის ნინიკო კურატაშვილი მის ქალიშვილთან მარიამთან ერთად არის ჩემთან სტუმრად. აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, ხომ არ მოგენატრა ტელევიზია? ცოტა კი. მომენატრა. როდის გაჩნდა შენ ცხოვრებაში ტელევიზია და შემთხვევით იყო ეს ამბავი? საერთოდ. აი ხო არის ბავშვებს უნდათ ანოცნებობენ გადაღებაზე, გინდა ტელევიზიაში, გინდა კინოში და ეს მომენტი არასდროს არ მქონია, აი არც მიფიქრია საერთოდ თუ კამერასთან და ეკრანთან ამე ურთიერთობა მექნებოდა და სხვათა შორის ტელევიზიამდე ჯერ იყო ნანა ჯანელიძის იავნანა. მართალია მაშინ ესე გადაღებებში ვერ მივიღე, მაინც და მაინც მონაწილეობამდე ვაბარებდი იმ წელს. მაგრამ ნუ რაღაც ეპიზოდები რაც დარჩა მახსოვს მისაღები გამოცდები დავამთავრე თუ არა და ზაფხულში რაც იყო დარჩენილი აღმოჩნდი ისეთ არაჩვეულებრივ გადამღებ ჯგუფთან ერთად რომ მივხვდი რომ ძალიან ბევრი დავკარგე რომ მანამდე ხშირად უარს ვამბობდი ხოლმე რაღაც გადაღებებს ტელევიზიაც ესევე აბსოლუტურად შემთხვევით ტელევიზიის პარალელურად იყო ის ცნობილი რეკლამები ნუ ჩვენ ვერ ვიტყვით რა რეკლამები მაგრამ ყველას გახსოვთ არა მანამდე და მე იყო ტელევიზია ოღონდ სხვათა შორის პირველად იყო მეორე არხზე ეს იყო გადაცემა შავი ყუთი რომელსაც მაია კვარცხავა აკეთებდა და მაშინ მახსოვს რომ შემომთავაზებ თქვი რომ ნუ არა გამორიცხულებდა რომ მე და ტელევიზია ნუ რაღაცა ვერ წარმომედგინა და მთხოვა რომ მოდი ვცადოთ გადავიღოთ ერთი დუბლი და შევხედოთ თუ არ მოგინდება და არ მოგვეწონა რომ კი ბატონო დავამთავროთ ეს ურთიერთობა და აღმოჩნდა რომ ეს რაც ვცადეთ ის უკვე დამონტაჟდა და გავიდა ეთერში და ესე შევრჩი ამ გადაცემის წამყვანად რომელიც თვეში ერთხელ გადიოდა სამეცნიერო სწავლობდი და მეგონა რომ აი ხა დასრულდება ეს რაღაც ერთწლიანი გადაცემების ციკლი და მე მივხედავ ჩემს საქმეს მე ზუსტად იმ დროს როდესაც ვამთავრებდი ინსტიტუტს მახსოვს დასვამდა მირეკა და მითხრა რომ გიბარებენ ტელევიზიაში და რო გავიგე რომ მოამბის წამყვანად ნუ ეს ჩემთვის მართლა შოკი იყო იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირი შეხება ჯერ ჟურნალისტიკასთან მე
მით უმეტეს წარმოდგენა არ მქონდა პოლიტიკაში რა ხდებოდა. მეტიც საერთოდ არ მიყვარდა სახში რომ საინფორმაციო იყო ჩართული და მართლა რაღაცა შოკი იყო თავიდან და ესე შევრჩი მე მგონი სამუდამოდ. ეხლა არის ის პერიოდი, როდესაც შენ კიდევ უფრო მეტი დრო გაქვს და მოცული ხარ მარიამით, ხო? მარიამ, შენს ცხოვრებაში, აი ესეთი გასვლები ბუნებაში, დედასთან, მეგობრებთან და რამდენად ხშირია? ხამდე. პროფესია შენ გადაწყვეტილი გაქვს უკვე? შენ როგორ გონია ნინიკო საერთოდ? ძალიან ხშირად თავიდან პირველად პატარა რო იყო და რო აღიქვარო ხა მე რაღაც ტელევიზიაში მუშაობ და დამინახავდა ხომ ეკრანზე იძახდა რომ ექიმი უნდა გამოვიდე და ჟურნალისტია. შენთან დააკავშირე. ხო ეს ექიმი უნდა იყო და ტელევიზიაში მუშაობ. როგორ დედა? ეხლა მითხარით როგორ მოგწონთ აი ეს იდეა პიკნიკის? რას ფიქრობთ? გვაკლია ეს ჩვენ? ძალიან გვაკლია, იმიტომ რომ მე ვიცი მაგალითად აი დედა ჩემისგან და ჩემ ბაბო ჩემისგან გადმოცემით, რომ ისინი ყოველთვის ახერხებდნენ. აი მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი ოჯახის წევრი ყოველთვის მუშაობდა, ბაბო ჩემს ყოველთვის ესეთი სამსახური ქონდა და ძალიან დატვირთული გრაფიკი. მაინც ახერხებდა, რომ შაბათ-კვირას მთელი ოჯახი გაეყვანა სადღაც ბუნებაში და სამწუხაროდ ჩვენ რაღაცა ვერ ვაბავთ ამას თავს და ძალიან ცუდია ეს. ქალაქში რაც ხდება ჟანგბადის მხრივ ну არ ვიცი ეს არის მართლა დანაშაული რომ ჩვენ შვილები ვცდილობთ რა თქმა უნდა არ დადაგების პერიოდში რაც შეიძლება დიდი დრო გავატაროთ აერზე მაგრამ აი შაბათ-კვირის გასვლები მართლა ნამდვილად ძალიან გვაკლია და დღეს ძალიან გვასიამოვნეთ ჯერ ეს ერთი ამდენი ადამიანი ვნახე ვინც დიდი ხანი არ მინახავს და ძალიან გამახარდა ყოველს ნახო და არა მხოლოდ ის ვინც გადაცემაში მონაწილეობენ რომ ვინც კადრში არ ჩას ოპერატორები და სულ ყველა ჩვენ გადამღები ჯგუფი ვინც ძალიან გვიყვარს მაგრამ ხშირად ისინი ეკრანზე არ ჩანან დიდი მადლობა ნინო, წარმატებები მინდა გისურვო და გისურვო რაღაც ჩვენთვის ასრული პროექტით დაბრუნება ტელეეკრანზე. ნინიკო კურატაშვილი მარიამთან ერთად იყო ჩვენი სტუმარი. ისიამოვნეთ ცხოვრებით ბორჯომთან და ჩვენს გადაცემასთან ერთად. მუციმე პარტი. ოთხმოცდა 15-3-3-2 მყავს სტუმრად. როგორც თავად მიხვდებოდით, სალომე და ირაკლი და აი უკვე საქმე ფინალისკენ. ირაკლი, როდესაც შენ ჩაერთი ამ კონკურსში. ეს არის ის, რასაც ელოდებოდი, უფრო რთული იყო. აი რას ელოდებოდი და რა მიიღე? სანამ შევიდოდი ცეკვან ვარსკვლავებში, მაშინ ჩავწერეთ შენთან ერთად გადაცემა გახსოვს და ზუსტად მაშინ ვამბობდი, რომ დიდი სიამოვნებით ვიღებ ხა მონაწილეობა ცეკვან ვარსკვლავებში და ნამდვილად ეხლაც განვიცდი იმ რაღაც ძალიან პოზიტიურ შეგრძნებებს, როდესაც ცეკვავ რა, იმიტომ რომ ცეკვა ძალიან მიყვარდა, მიყვარს და რომ მომეცა ეს შესაძლებლობა, ну, ბედნიერი ვარ ამით, მაგრამ წარმომედგინა რომ იქნებოდა ბევრად უფრო მარტივი რა, ანუ როგორც ფიზიკურად, ისევე ფსიქოლოგიურად რა, ანუ ფიზიკურად დაახლოებით 8 კილოგრამი დავკარგე ანუ ცეკვების დროს და მე ანუ მე არასდროს ონის პრობლემა აქვს და პირიქით აი რაღაც რადგან სპორტით ვიყავი დაკავებული, აი პირიქით ცოტა უფრო მომწონდა რაღაც უფრო ჯანზე რო ვიყავი, მაგრამ ნუ ეხა უძილობა 8 საათი ცეკვა ყოველ დღე, ანუ ცოტა რთულია რა, მაგრამ ეს არის დღეში 8 საათი ცეკვა. 2 საათიანი რეპეტიცია გვაქვს მე და სალომეს. ხანდახან მეტიც მაგრამ მე ვიძახი აი აუცილებელი რაც უნდა ეს არის წესად ესე დაწესებული თუ თქვენ გადაწყვეტეთ? ზოგადად ეს 3 საათი დღეში, მაგრამ 3 საათი დღეში აი არც იწყოს არ ყოფნის საერთოდ. ნუ ამ შემთხვევაში არა პროფესიონალს, ამიტომ რა თქმა უნდა საღამოთი კი, ანუ ბოლო რამოდენიმე კვირა, როდესაც 2 ცეკვა არის, აი დილის 6 საათამდე სარეპეტიციოში ყოფნა, წასვლა 3 საათი ძილი, მერე ისე მოსვლა. ანუ ეგ ნორმალური მომენტი არის თუ შენ გინდა რომ წარსდგე მაყურებლის წინაშე ღირსეულად და პირველ რიგში ანუ შენ თავთან გინდა იყო მართალი რომ შენ გააკეთე შენი მაქსიმუმი სხვა თეორიული შანსიც არ არის რომ თქვა ნაკლები დრო ამას დაუთმო. აი მართლა უდიდესი პატივისცემი თუ არა ეხა მოცეკვავების მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემით რომ ეს არის აი რაღაც ენით აღუწერელი შრომა. სალომე მე მინდა ირაკლი შეადარო შენს ყველა სხვა პარტნიორს. რა გამოარჩევს მას? ყველა ჩემ პარტნიორს რაღაცა განსაკუთრებული კარგი ჰქონდა, მაგრამ ირაკლის ამ შემთხვევაში გამოვარჩევ იმით რომ აი საოცრად მაქსიმალისტია. აი არ არსებობს რომ დარბაზიდან გავიდეს, სანამ რაღაცა მოძრაობა არ გამოვა.
ამას ვაფასებ ძალიან. აი თქვენ შემთხვევაში ვინ უფრო მაქსიმალისტია, შენ თუ ირაკლი როგორ გონი? ეგ ცოტა სადაო შორის. აი სიმართლე გითხრა, არ ქონია რაღაც ის მომენტი, სადაც ანუ კამათი იმაზე რომ აი მოდი და იმეცადინე რაღაც გააკეთე. ანუ შეიძლება რაღაც მომენტში, როდესაც უკვე გადაღლილი ხარ და ნამდვილად ორივეს უკვე გინდა რომ დაისვენოთ, მაგრამ აი რო ხვდები რომ ის მიზანი რაც არის ჩვენთვის ღირსეულად წარდგენა მაყურებლის წინაშე ალბათ გვაძლევს ისევ იმ ძალას რომ დავივიწყოთ ეს რაღაც ხო ხვდები რა ანუ ფიქრები და ამ კუთხით მე ვერ ვიხსენებ რომ აი რომელიმე ერთმანეთს ვეუნებოდით რომ ანუ რაღაც მორჩა რაღაც აი სანამ არ დავეცემით მანამდე ვცეკვავთ გულშემატკივრობთ ისე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი დარწმუნებული ვარ გისურვებ წარმატებას ძალიან დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის რასაც ვიღებთ ჩვენ ეკრანიდან და ბოლო კითხვა მაქვს პიკნიკს საერთოდ თქვენს ცხოვრებაში რამე ადგილი უკავია ირაკლი ქონია თუ არა აი ესეთი გამოცდილება ძალიან მიყვარს ბუნება და აი სალომეს ვეუბნებოდი ახლა რეპეტიციიდან მოვედი და აი მეთქი ცოტა გაიწევოს გადაღება რომ მეთქი აი რაც შეიძლება დიდი ხანი აქ ვიყო ანუ ეს უდიდესი ასე ვთქვათ სიამოვნება არის როდესაც შეგიძლია ბუნებაში გამოხვიდე მე ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ვარ და ვთვლი რომ აუცილებელი არის არა მარტო ვთქვათ სპორტული ცხოვრება არ არის დარბაში ყოფნა ან დიეტა ეს არის სუფთა ჰაერზე გასვლა მით უმეტეს ანუ ბავშვებისთვის ჩვენთვის როდესაც ცხოვრობთ ისეთ გარემოში რომელიც არის ძალიან დაბინძურებული და როგორც ჩვენი ქალაქი და ზოგადად ქვეყანა და ბევრი სხვა ან ჩვენს ირგვლივ ქვეყნები ზოგადად არის უკვე ანუ ამის ძალიან დიდი პრობლემა და ეს არის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ ჩვენ გამოვიდეთ და ბუნებასთან კონდეს მეტი კონტაქტი. ეს არის ურთიერთობის ძალიან კარგი საშუალება, რომ გამოვეთიშოთ გლობალიზაციას და ცოტა აი მიწას და ბუნებას დაუახლოვდეთ რა. ასე რომ მე ყველას მოუწოდებ აუცილებლად რომ კვირაში ერთი დღე, ორ კვირაში ერთხელ მაინც გამოვიდნენ მეგობრებთან ერთად, ეს არის უდიდესი სიამოვნება. ძალიან დიდი მადლობა 95-3-3-2 იყო ჩემი სტუმარი. ისიამოვნე ცხოვრებით ბორჯომთან ერთად. და მართლა იარეთ ყველა პიკნიკებზე, იმიტომ რომ არის უამრავი ესეთი თამაში და შეჯიბრი, რომლის გამოგონებაც შეიძლება და ჩვენს ამბავს რაც ეხება ირაკლი რა შედეგი გვაქვს? შედეგები მე ძალიან გაკურებული ვიყავი რომ მიუხედავად იმ თამაშებისა რაც დღეს ვითამაშეთ და იმდენი მონაწილეისა ვინც ჩვენ ყავდა საბოლოო ჯამში მაინც ორივე გუნდმა თანაბარი შედეგები აჩვენა. ასე რომ გაუმარჯობს მეგობრობას. მეგობრობამ გაიმარჯვა ამ შემთხვევაში.